78 წლის შურა დიასამიძე 23 წლის წინ ოჯახური კონფლიქტის გამო სახლიდან წამოვიდა და ოჯახში 7 შვილი დატოვა. ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ შურა დიასამიძემ შვილებს სკოლასა და სახლში რამდენჯერმე მიაკითხა, თუმცა როგორც თვითონ აცხადებს, არც ერთმა მათგანმა იგი აღარ მიიღო. 1990 წლის შემდეგ შურა დიასამიძე ნათესავებს აფარებდა თავს, თუმცა იძულებული გახდა ბათუმში წამოსულიყო. დღეს შურა დიასამიძე თავს ეთერ დავითაძის ოჯახს აფარებს, მოხუც თავშესაფარში მოთავსებაზეც უარი განუცხადეს. თემის დეტალები იხილეთ ჩვენს მომდევნო გამოშვებაში. დედა არ უნდა შურო დღეს მინდეს. მივედი ხუთაისში შვილთან. დიახ, ბიჭთან. დიახ. 90 წლის 15 სექტემბერს განევედი სახლიდან. ჩემ ნაწავალი სახლიდან. სკოლაშიც მივაკითხე, სახლშიც მივაკითხე. გავგიჟდი შვილები ენატრებოდა. მათ არ ვენატრები. სახლში რომ მივაკითხე, საცელავი რას უძახით რა ვიცი. ხო ის ხელში და დარდედის მებრძო მაგინებდა, მაგრამ როგორ მევიდა ჩემთანო და ხელდახელ. და მომეცა საშუალება დავდიკიდე გამომაგდეს ხდანაცა. მერიაში უნდა დაგვეწერა განცხადება მამაშიოს მიმართავს, აზრი არ ქონდა. თვითონ ვერ წყვეტა ამ ამბავს და როცა მერიაში მივედით, გითხრეს რომ გორგზე მდებარე მერიაში განცხადება უნდა დაგვეწერა, რის შემდეგაც განიხილებოდა ვებოს საქმე იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გარდაიცვლებოდა ნინოშვილის თავშესაფარში. და ამაქ იმდენად დიდი რიგია, რომ ეს შესაძლოა გაწელილიყო 2-3 წელიწადის. წავაწყდით იმ პრობლემას, რომ სოციალურ დაუცველი სტატუსი სჭირდებოდა აუცილებლად, რათა დაეფინანსებინა სახელმწიფოს. და სოციალურ დაუცველი სტატუსი რომ მიანიჭოდა ამ ხალხს ესაჭიროება სახლი, ბინა ან რაიმე ოთახი ნაქირავებიო.